მოგესალმებით ყველას. მე ბევრი საუბრით თავს არ შეგაწყენთ, უბრალოდ დიდი მადლობა მინდა გითხრათ იმისაც, რომ მოგზანდით ჩვენს პატარა სტუდიაში. გადაჭერბებათ ჩამეთვლით და თქვენნაირი კვალიფიციური ექსპერტები, სანადრილიერი ნებისმიერი მედია საშუალებისათვის და მე ძალიან მიხარია, რომ დღეს ერთად შევიკრიბეთ ქალბატონმა ნაზიმ თქვა თემა დღევანდელი ჩვენი შეხვედრისა, საუბრისა მართლაც იცვლება მსოფლიო და ძალიან ხშირად სხვადასხვა არხებზე მიდის საუბარი, როგორი იქნება მსოფლიო ხვალ, საით უნდა ვიაროთ, როგორ უნდა ვიაროთ, მაგრამ ჩვენ როგორ ვიქნებით და სად ვიქნებით, ამას სამწუხაროდ არავინ არ საუბრობს და რასაც ლაპარაკობენ, ზოგი მიიჩნევს, რომ ჩვენი ადგილი ჩრდილოეთისკენ არის, ზოგი დასავლეთისკენ, ზოგი აღმოსავლეთისკენ, ზოგი სამხრეთისკენ და მე მგონი სახელმწიფო ისევე როგორც ნებისმიერი ადამიანი თუ სუბიექტი ძლიერია, რაც უფრო მეტი მიმართულებით გააჩნია საყრდენი. მე მინდა უბრალოდ გთხოვოთ, რომ იქნებ აუხსნათ ჩვენს მაყურებლებს, მსმენელებს, მკითხველებს თითოეული მათგანისთვის საქართველოს მოსახლეობისთვის რა სიკეთე მოაქვს ნებისმიერი მიმართულებით საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები რო განისაზღვროს. ამაში რა თქმა უნდა პოლიტიკოსებს გადამწყვეტი სიტყვა ეკუთვნით, მაგრამ ხალხმაც უნდა იცოდეს, ასე რომ ვთქვათ, უბრალოდ რა ხეირი აქვს მოსახლეობას და რა ხეირი ექნება. ჩვენ ყველაფერზე ვსაუბრობთ, გარდა იმისა, თუ რა მომავალი აქვს ხალხს. და ამას იქამდე მივყავარ, სადაც აღარ მახსოვს, სად წავიკითხე, რომ ჩვენ გავართო მატარებლის ბაქანზე ყოფ მგზავრებსო, რომლებიც ელოდებიან თავიანთ მატარებელსო და მატარებლები მიდიან, მოდიან, ჩვენ კი არც ვიცით, რომელია ჩვენი მატარებელი. რომელია ჩვენი მატარებელი? ვთხოვთ ამ თემას დაუთმოთ დღევანდელი ჩვენი შეხვედრა. მე შორეულ წარსულს შეხვდა არ გავიჭრები. მე შეგახსენებთ, რაც ხდებოდა 2022 წელს თებერვალში. 4 წლის წინათ, ერთ თვეში 4 წელი იქნება, როცა დაიწყო ომი უკრაინაში. დაიწყო ეს ომი, მე ერთ-ერთი ადამიანთაგან ვარ, ვის აკირდებოდა მოვლენებს ძალიან ახლოდან და ინტენსიურად 92 წლიდან. ჩემთვის ეს ახალი რაღაცა მოულოდნელი არ იყო, რაც მოხდა. ეს ასე ვთქვათ, ყველაფერი ისე მიდიოდა იმისკენ, რომ უნდა მომხდარიყო. და როგორ მოქმედებდა მაშინდელი საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება და მაშინაც ოცნება იყო მართველი პარტია. შეგახსენებთ როგორ საქართველოს ევროპის საბჭოში ხმამის რუსეთის სტატუსის შეჩერებას მაშინათვე რუსეთის აგრესიის გამო 2 თუ 3 დღე იყო გასული. გახსოვთ ინტენსიურობა, იქ ბუჩა თუ რაღაცა და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი შუქდება სოფლიო დუხს. საქართველოს ხმამისსა ევროპის საბჭოში რუსეთის გარიცხვას. ევროპის საბჭოდან და რუსეთი გარიცხეს, თუმცა მე ლავროვი ამბობდა ჩვენ თვითონ გავედით და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ხო, მაგრამ ჭკენჭისყრა იყო და ხმამისსა საქართველოს ხელისუფლებამ და გარიცხეს და ასე შემდეგ. მაგრამ ამით საქმე არ დასრულებულა. მე უკვე დაძაბული ვიყავი და გეტყვით, რატომ ცხადია. ამის შემდეგ თებერვალია და მარტის დასაწყისი გაიმართა გაეროს გენერალური ასამბლეა და იმ ასამბლეაზე საქართველოს სხვებთან ერთად და არც თუ ისე ბევრი სხვათა შორის ქვეყანა იყო დაგმო რუსეთის აგრესია. გვარს არ დავასახელებ და სახელს ჩვენი მეზობელი ქვეყნებისა, რომელმა ამ დროს შეიკავა თავი და რომელი გავიდა დარბაზიდან
იმ ქვეყნის წარმომადგენელმა იუმორით მითხრა, ესე სიტუაციებში ჩვენი მთელი დელეგაცია ყოველთვის ტუალეტშია. მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ მისცა თქვა და დაგმო აგრესია. ეს უკვე დაძაბულობა, ისე ვთქვათ, ნიშანი იყო ჩემთვის, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს, რასაც გულახდილად და გულწრფელად გეტყვით. რა შეიძლება მოხდეს. და დადგა 7 მარტი. ჩემთვის ეს იყო ბოლო წვეთი. თუ მანამდე ვეუბნებოდი, ვისაც ხვდებოდი და ვისაც ურეკავდი ასე შემდეგ, რომ თქვენ გინდათ, რომ აი სააკაშვილის და ბიძამისის მოყვანილი ტანკები წამოვიდეს და როსტევანზე დადგეს, ამას 40 წუთი უნდა მეტი კი არა. ასე. 7 მარტს საქართველოს 32 სხვა ქვეყანასთან ერთად, მე მიემატა რამდენიმე ქვეყანა, საქართველოს გახდა ინიციატორი, ხასვოსამ ინიციატორი ჰააგის კრიმინალურ სასამართლოში პუტინის წინააღმდეგ კრიმინალური საქმის აღძრისა, როგორც დამნაშავის, კრიმინალური დამნაშავის. და საქართველოს გაზეთები აჭრელებული იყო იმით, რომ რა თქმა უნდა, ჩვენ, იმიტომ რომ ჩვენ ხო ჩვენ თავზე ვიწვნიეთ, რა არის ეს ყველაფერი, ოკუპაცია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ესა და აი ნუ ახლა 193 ქვეყანაა გაეროში. ხო? 33 იყო თავიდან, ეს მე-6-ედია. ეს არის 17% დაახლოებით. დანარჩენები ეს არ გააკეთეს. მათ შორის ისეთმა ქვეყნებმა, რომლის ტერიტორიაზე არ დგას ორი ბაზა, რეგიონისთვის მძლავრი ბაზა, მოგეხსენებათ რაკეტებიც არის, SS-ები დგას, ცხინვალის რეგიონში ტოჩკა უდგას, артиллерია, ტანკები და ასე შემდეგ და ცოცხალი ძალა დგას. და დიპლომატიური ურთიერთობა არ არის ჩვენზე. და აი ამ პერიოდში იყო, რომ უკრაინელებმა კასიანოვმა დაწერა, მაშინ იყო შარშე დაფაერ, ანუ მონღოლების შემსრულებელი, რაცა დაწერა, თქვა, რომ ჩვენო მივმართეთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ გადმოესვა სასწრაფოდ ჩვენთვის ჯაველინები, რაც ჩვენ ამერიკისგან ვიყიდეთ და ვიყიდეთ ერთხელ $80 მილიონი, მეორე კიდე რაღაცა და ასე შემდეგ, მაგაზე დიდი თანხა და ბუკები, რომელიც ჩვენ მათ მივეცით. აქვე ჩავრთა, მისცეს კი არა, რაც რომ გადაიხადა საქართველოს ცალკე და ჩემი კარგი ახლონაცნობები ზოგი შემოწეფეც იყო, ვინც მუშაობდა თავდაცვის სამინისტროში, გადახდილის გარდა кейსებით ქეში მიქონდათ, $100-იანებით სავსე. იმ ბუკებისთვის, რომელსაც მე ვერ გაამართლა ვერანაირად. არ მოგცეს ქართველებმა. და მაშინ თხოვეთ ამერიკელებს. და ამერიკელებმა თხოვეს საქართველოს. მე ვიცი, რომ დაჟინების თხოვეს, ახლა ხარბენ და დეტალების მოყოლა და კიდევ არ მიიღეს. და მე უკვე ივლისის თვეში ბატონმა ბიზნეევანიშვილმა გააკეთა ცელი განცხადება, წერილი გამოქვეყნდა, სადაც ამბობს, რომ ურთულესი და უაღრესად სახიფათო პერიოდი გამოვიარეთ. ჩვენმა ხელისუფლებამ შეძლო ძალიან დიდი ხიფათის თავიდან აცილება, მაგრამ ჯერ კიდევ ვითარება რჩება ძალიან სახიფათოდ. მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ამასაც დავძლეთ ყველაფერი და ბოლოში რომ ის დროც მოვა, როცა დაალაგდება ყველაფერი და ჩვენ აღვადგენთ ჩვენს ურთიერთობას ევროკავშირთან და შეერთებულ შტატებთან. წერტილი. მე არის საინტერესო ყოველგვარი ფორმალური კავშირის გარეშე, მე რაც შეეხება საზოგადოების შევხვდით თუ არა კერი დეგნას ამერიკის შეხვედრაში. დიახ, შევხვდი. შეხვედრა გაიმართა 21 მარტს და გრძელდებოდა 3 საათის განმავლობაში. გავადრო და ივანიშვილი მასაც სიტყვის, რომ ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა დასავლეთიდან რო უთხრა ღარიბაშვილს პრემიერს, რომ სასწრაფოდ არის საჭირო უნდა გადასცეთ და იმარო თქვა, რომ კი, მაგრამ ხო დაიწყება ბრძოლა და ჩვენ ბრძოლა რა თქვა 3 დღე გავძლებთ, 3 დღე. იმ ადამიანმა უთხრა, რომ მე რა მოხდა 3 მილიონზე მეტი ხართ საქართველოში, 3 მილიონი 3 დღეში არ დაიღუპება, შეგიძლიათ გახვიდეთ თებში და პარტიზანული ბრძოლა ჩაატაროთ. ხო? ეხლა რატომ მოუყევი ეს ყველაფერი? მოუყევი იმიტომ, რომ ხო ამ გზაზე მიდიოდა ოცნების ხელისუფლება. და ბოლო მომენტში მაინც ეს მოხდა. მოხდა ეს და იმის შემდეგ ჩვენ ხედავთ იმას, რომ რა კამპანია წარმოებს დასავლეთიდან ხედავთ ძალიან კარგად.
როცა არაფრის გაგონება არ უნდათ. და ჩემთვის, ოღონდ ნაზი თუ ნამეტანი ვილაპარაკე შემაჩერეთ რა. ჩემთვის იყო პირდაპირ ლაკმუსის ქაღალდებით, როცა ეუთოს სხდომა ბოლო აჩვენეს, სადაც სამხარაზე გამოდიოდა საქართველოდან და სხვები, სადაც ეს ვილსონი იყო კონგრესმენი და იყო შვეიცარიის წარმომადგენელი ეუთოში. და ამ კაცმა თქვა, აი ვისმენ ამას ყველაფერს და მინდა გითხრათ, მე ვიყავი დამკვირვებელი საქართველოში არჩევნების დროს. და მე და ჩემმა კოლეგებმა პირველივე დღეს რომ დამთავრდა არჩევნები, ერთმანეთს სიხარულით უზიარებდით, რომ არც ერთი შემთხვევა არ იყო, არც გაყალბების, არც რაიმე ინციდენტის, არაფერი. რომ იტყვიან აი იდეალურად ჩატარებული არჩევნები. უფრო მეტის თქვა ამ კაცმა. მეორე დღეს საერთო შეკრება ჰქონდა ჩვენ. ერთ დარბაზში შევიკრიბეთ ყველანია. და ყველანი ამას ვამბობდით. რომ ეს რა ვნახეთ, ეს რა კარგია და ასე შემდეგ. ეს და მე რასაც კი, მაგრამ მე რა მოხდა, თქვა შვეიცარიის წარმომადგენელმა ეუთოში. მე გეტყვით რა მოხდა. მოხდა ის, რომ დასავლეთის ზოგიერთი ქვეყნის, ზოგიერთი ლიდერი ფსონს აკეთებდა იმაზე, რომ სულ სხვა პოლიტიკური ძალა მოსულიყო ხელისუფლებაში. და ეს არ გამოვიდა. ციტირებ ამ კაცს. აი ეს რო არ გამოვიდა, მაშინ დაიწყო ეს ყველაფერი.